ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ტერიტორიას ბოლო 1 თვის განმავლობაში სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება. 24 საათიანი წყალმომარაგების მოთხოვნით მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მოძველებული მილები ხშირად წყდება, ხოლო ამინდის გაუარესებასთან ერთად ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის. ბოლო 1 თვეა წყლის მოწოდებაში არის ნიშნულოვანი ხარვეზები. აქ ლაგოდეხში არა კაც ვერ ნახავ, რომელსაც პასუხისგებლობა აქვს ამაზე. არის რაღაცა გაერთიანებული კომპანია, რომელიც შეიქმნა ცენტრალიზებულად, მას მოუსუფთავეს ეს ადგილი, უნდა გახდეს მონოპოლისტი. პირდებიან კარგ წყალს, მაგრამ აღარ კარგია და აღარ ცუდი არ არის. სულ გააქრეს, ჰაფუებმა შეჭამეს. ესე იგი, ვთხოვთ, იყოს ისე ის წყალი, რომელიც მოდიოდა, რომ ხალხი დავიხჩეთ უკვე უწყლობით. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის მიერ ლაგოდეხში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობას ბოლო რამდენიმე წელია ტექნიკური წყალი მიეწოდება, ხოლო მოსახლეობას ტექნიკურ წყალში ფულის გადახდა მოუწევს. წყლის პრობლემა ლაგოდეხში ყოველთვის იყო სასმელი სუფთა წყლის პრობლემა, თუმცა უწყლო საერთოდ წყალი რო არ ქონოდა მოსახლეობას, ასეთი პრობლემა არ იყო. პრობლემა იყო იმაში, რომ იყო წყალი უხარისხო, იყო ტექნიკური. ტექნიკური წყალზე როგორ შეიძლება მრიცხველის დაყენება და იმაში ამხელა თანხების მოთხოვნა. მით უმეტეს, რომ კომერციული ობიექტები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. სასმელი წყლის სათავე ნაგებობა ლაგოდეხის ეროვნულ ნაკრძალში მდებარეობს. ნაკრძალის ტერიტორიაზე ადგილობრივები და ტურისტები სათავე აუზში ბანაობენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის წარმომადგენელი კატეგორიულად უარყოფს სასმელი წყლის სათავე ნაგებობაში მოსახლეობის ბანაობის ფაქტს. პრობლემური რჩება ზედა უბნები, რომლებიც სამხედრო უბანში არანორმალური მოხმარების გამო ღებულობენ წყალს პრობლემურად და ღებულობენ შეზღუდული რეჟიმით. ჩვენ იძლებული ვართ, რომ ზედა მოსახლეობას ალკოჰოლის შეზღუდით გრაფიკით მივაწოდოთ წყალი, მაგრამ ეს გრაფიკი არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას წყალი არ აქვს. არასწორი ინფორმაცია გაქვთ. სათავე ნაგებობა წარმოადგენს, მე კიდევ ერთხელ გითხარით, ტურისტები შედიან ლაგოდეხის ხევში. ლაგოდეხის ხევში არის მოწყობილი მიწისქვეშა დახურული ტიპის დრენაჟები, იქ ბანაობა კი არა, ელემენტარული მცირე ნაწილაკის მოხვედრაც არის გამორიცხული. მოსახლეობა ბანაობს ღია არხში, რომელიც იქვე მოედინება და საიდანაც წყალაგება აღარ ხორციელდება უკვე ლაგოდეხის მოსახლეობისთვის. ლაგოდეხის გამგებელმა კი ჟურნალისტებს ნაკრძალის ტერიტორიაზე ის ადგილი უჩვენა, საიდანაც სწორედ მოსახლეობის წყალმომარაგება ხდება. ვლადიმერ ალიბეგაშვილის თქმით, ლაგოდეხის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეზღუდვის გარეშე ერთ კვირაში აღუდგებათ. კითხვაზე თუ როდის მიეწოდება გაფილტრული წყალი ადგილობრივებს, გამგებელი პასუხობს, რომ ტექნიკურ წყალს ლაგოდეხში ჯერ არავინ მოუკლავს. ყველა ცდილობს, რომ ამენაირად ეს პრობლემა მოგვარდეს. გამიგეთ, მე ვერ ვიტყვი, რომ არ ცდილობენ. ცდილობენ, იგეგმება თანხის ჩადება რეაბილიტაციაში და ქსელების, როგორც მე მეუბნებიან. ლაგოდეხში თუ წვიმა არ იყო, ჩვეულებრივი ნორმალური წყალი მოდის, რომელთაც რო კითხო უფრო ხალხს ხო ვიძახიან, რომ არავინ ამ წყლის პარი არ გვინახიაო და ცუდად გამხდარი. ლაგოდეხის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქართველოს აზერბაიჯანის დამაკავშირებელ მაგისტრალს გადაკეტავენ.